თუ კომპიუტერში ძალიან ძლიერი კვების ბლოკი გექნება, შენი დენის გადასახადი გაორმაგდება. 480 ჰერციანი მონიტორი ორჯერ უკეთესია, ვიდრე 240 ჰერციანი მონიტორი. გაორმაგე ოპერატიულების რაოდენობა კომპიუტერში და FPS-იც გაგიორმაგდება. შენი დაფორმატებული მყარი დისკიდან ინფორმაციის აღდგენა მაინც შესაძლებელია. მოგესალმებით მეგობრებო, გიბრუნდებით მორიგი ეპიზოდით და დღეს ვისაუბრებთ 10 ინფორმაციაზე, რომლებიც ტექნოლოგიების და კომპიუტერული ტექნიკის შესახებ არსებობს და შევეცდებით დავადგინოთ ეს ინფორმაციები მითია თუ რეალობა. მოგეხსენებათ, სოფლიოშიც და განსაკუთრებით საქართველოში კომპიუტერულ ტექნიკასთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციები და არასწორი ინფორმაციები ძალიან მალე ვრცელდება და ამ ახალი პროექტით არხზე სწორედ ამას შევეცდებით, რომ რეალურად დავადგინოთ რა არის მითი და რა არის რეალობა. პირველი, OLED მონიტორები მალე ფუჭდება, რადგან ბარნს იკიდებს. ამ ფაქტის ავთენტურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ პერიოდში ვსაუბრობთ. ზოგადად ბარნზე რო გითხრათ ორი სიტყვა, ეს არის პიქსელების ჩაწვა პანელზე და ეს ხდება მაშინ, როდესაც ერთი და იგივე გამოსახულება დიდი ხნის მანძილზეა გამოტანილი მონიტორზე და მაგალითზე რო გითხრათ, თუ გვაქვს ტელევიზორი OLED და სულ ერთი და იგივე არხზე იყო ჩართული, არხის ლოგო შეიძლება ჩაიწვას ეკრანზე რკალისებრად ან ჩრდილის სახით და სხვა არხზეც რო გადავთოთ, ეს ლოგო მაინც გამოჩნდეს ზედ. ეს არის ბარნი. თუ ჩვენ ვისაუბრებთ სადღაც 5-6 წლის წინანდელ მონიტორებზე და ტელევიზორებზე OLED-ის პანელით, ეს ფაქტი შეესაბამება სიმართლეს, რომ ბარნი მართლა სერიოზული პრობლემა იყო, მაგრამ უახლოესი წლების OLED მონიტორებით და ტელევიზორებით ისეთი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და ისეთი ტექნოლოგიები გააჩნია, რომ ბარნის მიღება პრაქტიკულად არ ხდება 5-დან 7 წლამდე პერიოდში. ცოტა ტექნიკური ტერმინებითაც რო ვსაუბროთ, გვაქვს pixel cleaning-ი, pixel shift-ი, logo detection-ი და ასევე OLED-ებს გააჩნიათ თაობები, პირველი, მეორე, მესამე თაობა და მესამე თაობის OLED-ებში პრაქტიკულად გამქრალია იმის რისკი, რომ რაიმე ტიპის ბარნი აიკიდოს ეკრანმა სხვა ტექნოლოგიებთან ერთად. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი ინფორმაცია არის მითი OLED მონიტორებთან დაკავშირებით. მეორე, ძლიერი კვების ბლოკები დიდ ელექტროენერგიას მოიხმარს. მოგესალმებით, დღესდღეობით გვაქვს ბაზარზე 400, 500, 850, 1300 და 1600-იანი კვების ბლოკებიც კი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება სერტიფიკატებით, კაბელების რაოდენობით, ხარისხით და რაღაცა ბევრი კიდევ სხვადასხვა კრიტერიუმებით. როდესაც ჩვენ გვაქვს 1300-იანი პლატინუმ სერტიფიკატის კვების ბლოკი და ხოლო დანარჩენი ჩვენი სისტემა მოიხმარს მაგალითად 500-დან 600 ვატამდე დეს, არანაირი ზედმეტი გადასახადი თქვენ არ მოგივათ, იმიტომ რომ 1300 ვატიდან გამოყენებულია მხოლოდ იმდენი, რამდენიც სისტემას ჭირდება. ჩვენ არ უნდა გვივიწყდეს, რომ კვების ბლოკი არ მოიხმარს 1300 და 1600 ვატს რა. ესენი ჭირდება კომპონენტებს, განსაკუთრებით პროცესორს და ვიდეო ბარათს და მათი ძალიდან და ხარისხიდან გამომდინარე იხმარს დენს ჩვენი კვების ბლოკიც. ამიტომ არანაირ კავშირში არ არის კვების ბლოკის სიმძლავრე თქვენს ელექტრო გადასახადებთან. ამ ყველაფრიდან გამომდინარე თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეორე ინფორმაციაც კვების ბლოკების სიმძლავრესთან დაკავშირებით არის მითი. მესამე, ძლიერ დამტვრიანებას შეუძლია თქვენი კომპიუტერის შენელება. ზოგადად იმ მიზეზების ჩამოთვლა რო დავიწყოთ, რამაც შეიძლება კომპიუტერს გააჭედინოს, რვეული არ გვეყოფა და ამ სიაში აუცილებლად შევაძლიერით დამტვრიანებაც. მოგესალმებით, ნაწილები როცა მუშაობენ, მათ ჭირდებათ გაგრილება, რადგან ცხელდებიან, გამოყოფენ ელექტროენერგიას და ამის გამო და ჩვენი მოგდებულებაა რომ რაღაცნაირად ადეკვატურად გავაგრილოთ ეს კომპონენტები. და თუ ისინი ვერ გრილდებიან ადეკვატურად, ისინი იწყებენ პერფორმანსის შეზღუდვას, თავის, ანუ ჭედვას. და ეს იმიტომ ხდება, რომ უფრო ნაკლები ენერგია გამოყონ, ელექტროენერგია გამოყონ და თავი რაღაცნაირად გაიგრილონ. ამას მეორედაირად thermal throttling-ს ეძახიან და ხო პირდაპირ კავშირშია ჭედვასთან, რადგან კომპონენტების ადეკვატური გაგრილება ძალიან მნიშვნელოვანია თან როცა საუბარია ძლიერ კომპონენტებზე. და ადეკვატური გაგრილების მტერი ცუდი airflow-სთან და უხარისხო კულერებთან ერთად სწორედაც რომ ძლიერი დამტვრიანებაა, რადგან მტერი ახშობს ჰაერის სირკულირებისთვის გამოყოფილ ხვრელებს და სივრცეებს და ამავდროულად ანელებს კულერების ტრიალსაც. ამიტომ შეუძლია თუ არა ძლიერ დამტვრიანებას კომპიუტერის შენელება, პასუხი არის ცალსახად დიახ. და კომპიუტერის გაწმენდა ნებისმიერი სენსორული სისტემისთვის
რეკომენდირებულია 3 თვეში ერთხელ მაინც. მეოთხე, რაც უფრო მეტი ჰერცი აქვს მონიტორს, უკეთესია. ამ ფაქტზე საუბარი დავიწყოთ single player მაღალი გრაფიკის მქონე თამაშებზე, რომლებისთვისაც 154 ჰერცი არის იდეალური წერტილი, იმის ზემოთ პრაქტიკულად განსხვავებას ვეღარ ვნახავთ, რადგან მაღალ გრაფიკიან და ლამაზ თამაშებს სჭირდებათ ძალიან ძლიერი სისტემებიც, რომ აითვისონ მათი FPS-ი და აქედან გამომდინარე, ახლა რა თქინათ 165 ჰერციანი მონიტორი თუ თამაში 80 FPS-ი იმედს ვერ მდებს, ხო? და დღესდღეობით არსებული ნაწილებიც რაც არსებობს, თუნდაც 1x50-90 single player მაღალ გრაფიკიან თამაშებში, 144 FPS-მდე დებს ჩვეულებრივად, რა თქმა უნდა, ყველანაირი upscaling-ის და frame generation-ის გარეშე, რაც საკმაოდ ამახინჯებს თამაშს. მაგრამ გვაქვს მეორე სცენარიც, როცა ადამიანი თამაშობს კომედიურ თამაშებს, როგორებიცაა CS:GO, Valorant და League of Legends და სხვა კიდევ. ამ შემთხვევაში 240 ჰერცი უკვე ძალიან კარგი ვარიანტი იქნება, იმიტომ რომ აქ აღარ აქვს მნიშვნელობა როგორი მაღალი გრაფიკა და მაღალი რეზოლუცია იქნება, თავარია მეტი FPS-ი და დაბალი MS-ი გქონდეს, ამიტომ ამ ხალხისთვის 240 ჰერცი სრულიად საკმარისია. და ჩემი პირადი აზრით, საშუალო მომხმარებლისთვის, რომელიც ცოტა არენდერებს კიდეც, ცოტა თამაშობს კიდეც და სტანდარტულ მომხმარებლად ითვლება, 165 ჰერცი არის ის ოპტიმალური ვარიანტი, რომელზეც უნდა დათანხმდეს. ამიტომ ღირს თუ არა 480 ჰერციანი ან 820 ჰერციანი მონიტორი, აბსოლუტურად თქვენზეა დამოკიდებული, მეტი აუცილებლად კარგს არ ნიშნავს, უნდა შეეძლოს თქვენ სისტემას მისი ათვისება და უნდა ერგებოდეს თქვენს საჭიროებებს. ამიტომ მეოთხე ფაქტი თავისუფლად შევიძლია ვთქვათ, რომ არის მითი. მეხუთე, ნაწილები გამოწერით უფრო იაფიჯდება, ვიდრე ადგილზე შეძენით. ამ ფაქტზე საუბარი საკმაოდ მარტივია, ეხლა ჩვენც ფიზიკური პირებიც, მაღაზიებიც, ენთუზიასტებიც, გადამყიდველებიც, ყველა ადამიანი ვიწერთ უცხოეთიდან ნაწილებს, რადგან საქართველოში არაფრის წარმოება არ გვაქვს. ეხლა როდესაც ჩვენ ფიზიკური პირები ვიწერთ ნივთებს, ვიხდით იქაურ DRG-ს, ვიხდით განბაჟებას და ვიხდით ტრანსპორტირებას. ნივთის, რა თქმა უნდა, ღირებულებასთან ერთად. რაც შეეხება მაღაზიებს, ისინი იმ გადასახადებთან ერთად, რომლებიც წერან ჩამოთვალე, დამატებით იხდიან მაღაზიისთვის განკუთვნილ იჯარას, მარკეტინგულ ხარჯებს, თანამშრომლების ხელფასებს და კიდევ სხვა ქართულ ბიზნესთან დაკავშირებულ გადასახადებს. და ეს, რა თქმა უნდა, მათ მიერ ჩამონტავალ ნივთს ზედმეტად აძვირებს. ანუ ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ჩვენ თუ ვიხდით მხოლოდ განბაჟებას, DRG-ს და ტრანსპორტირებას, ისინი იხდიან ამ ყველაფერს და პლუს მათ ბიზნესთან დაკავშირებულ უამრავ ხარჯებს და აქედან გამომდინარე ყველა ვარიანტში მათი პროდუქტი უფრო ძვირი იქნება. მაგრამ არ დაგვაუწყდეს ისიც, რომ ნივთის დაბრუნება, შეცვლა, ფულის უკან დაბრუნება და გარანტიები მაღაზიებში უფრო კომფორტულია და მოწესრიგებულია საქართველოში, ვიდრე გამოწერის შემთხვევაში და ასევე ლოდინიც არ დაგავიწყდეთ, ნივთს რო გამოიწერთ, საშუალოდ 2-3 კვირა ჭირდება, რომ ის ჩამოვიდეს. ამიტომ აბსოლუტურად თქვენზეა დამოკიდებული, გიგერთ თუ არა თანხის დაზოგვა იმ კომფორტის სანაცვლოდ, რომელსაც დავუშვათ მაღაზიაში მიიღებდით. მეექვსე, მეტი ოპერატიული, მეტ FPS ნიშნავს. მოგეხსენებათ, ოპერატიული მეხსიერება ძალიან არ იტვირთება მუშაობის დროს ზოგადად. ეგ ახსნის იმ ფაქტს, რომ მას ცალკე კულერები და გაგრილება არ ჭირდება, უბრალოდ პატარა რადიატორითაც იდეალურ ტემპერატურებზე მუშაობს. ანუ ოპერატიული არის დროებითი საცავი ჩათვალეთ, სხვადასხვა კომპონენტებიდან წასული ინფორმაცია ჯერ შედის ოპერატიულში, მერე ეწოდება პროცესორს და პირიქით პროცესორიდან წამოსული ინფორმაცია შედის ოპერატიულში, მერე ნაწილდება სისტემაში. ანუ ამას აკეთებს დროებითი საცავი. როდესაც ჩვენ ოპერატიულს ვზრდით ზომაში დავაყენებთ 32-64 გიგაბაიტს, ვზრდით ამ საცავის მოცულობას და უფრო მეტი ინფორმაციის შენახვა შეუძლია დროებით. და რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვაქვს მაგალითად 64-დან 128 გიგაბაიტი ოპერატიული, მაგრამ სისტემა ვერ წარმოქმნის საკმარისი რაოდენობით ინფორმაციას, ანუ მას სრულიად ყოფნის 32 გიგაბაიტი. არც არაფერი არ ხდება, თქვენი ზედმეტი გიგაბაიტები უბრალოდ იფლანგება და მოცენილია არანაირად არ იყენებთ. და თამაშებიც კი აბსოლუტურად ყველა მათგანი 32 გიგაბაიტზე მეც ჯერჯერობით არც ერთი არ მოიხმარს და ანუ გეიმინგისთვის 64 და 32 გიგაბაიტ შორის სხვაობა უბრალოდ არ იარსებებს.
რაც შეეხება იმ შემთხვევას, როდესაც ხალხს აქვს 64 გიგაბაიტი 256 GB ოპერატიული, ეს ხდება მაშინ, როდესაც ისინი მუშაობენ 3D რენდერებზე, ვიდეო ედიტინგზე 4K-ში და 8K-ში, აი ამ დროს ნამდვილად საჭიროა ასეთი რაოდენობის ოპერატიული, რადგან ის ინფორმაციის რაოდენობა, რაც მიეწოდება პროცესორს და უკან ბრუნდება, უზარმაზარია და ოპერატიული ნამდვილად საჭიროა. ამიტომ მეექვსე ინფორმაციაც თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის მითი, რადგან მეტი ოპერატიული არ ნიშნავს მეტ FPS. მეშვიდე, XMP და Expo უნდა ერგებოდეს პროცესორის ბრენდს. ვინც არიცით, ოპერატიული მეხსიერებებს გააჩნიათ overclocked ან თარაზგონებული პროფილები, რომლებსაც ეწოდებათ Expo და XMP პროფილები, ქართულად არის ისინი დარაზგონებული და რაც არსებობს დედამიწაზე დღეს ოპერატიულები აქვთ ან XMP პროფილი, ან Expo პროფილი, ან ორივე პროფილი ერთად. განსხვავება არის ის, რომ AMD-ის პროცესორებისთვის არის Expo პროფილები გათვლილი, ხოლო Intel-ის პროცესორებისთვის XMP პროფილი გათვლილი. მაგრამ ეს სულაც ანიშნავს იმას, რომ XMP-ის პროფილით ოპერატიული AMD-ის პროცესორზე არ იმუშავებს, ან პირიქით. და ეს ინფორმაციაც სწორედ იმას ეხება, რომ თითქოს თუ ოპერატიულს აქვს XMP პროფილი, ის არ იმუშავებს AMD-ზე, ან პირიქით თუ აქვს Expo პროფილი, არ იმუშავებს Intel-ის პროცესორზე. ეს არის ცდარი ინფორმაცია кейსების აბსოლუტურ უმრავლესობაში, რადგან ჩემი პირადი მაგალითიცაც ამ ოპერატიულებს აქვთ XMP ready პროფილი მხოლოდ და არა Expo, მაგრამ თავისუფლად მუშაობენ Ryzen 9 9950X-თან ერთად 6800 Hz-ზე. ამიტომ ინფორმაცია, რომ XMP და Expo პროფილები უნდა ერგებოდეს პროცესორის ბრენდს, არის მითი და გაფრთხილება ეს არ ეხება აბსოლუტურად ყველა შემთხვევას. არის რიგი ძალიან მცირე რაოდენობის შემთხვევები, როცა Expo მართლა არ მიდის Intel-ის პროცესორებზე და პირიქით, ამიტომ წინასწარი კვლევის შეტარება მაინც მიზანშეწონილია. მერვე, მყარი დისკიდან ინფორმაციის აღდგენა შესაძლებელია. ალბათ გექნებათ მოსვენილი, რომ სპეციალისტები გვპირდებიან მყარი დისკებიდან ინფორმაციის აღდგენას, რაც პრაქტიკაში განხორციელებულა თანაც წარმატებით. უბრალოდ აქ გასცვალისწინებელი ფაქტორებია, რამდენი ხნის განმავლობაში იყო წაშლილი ეს ინფორმაცია და რაიმე ახალი ინფორმაციის გადაწერა ხوار მომხდარა Z. და აი ძალიან მარტივად ტექნიკურად რო აგიხსნათ, რატომ აქვს ამას მნიშვნელობა. ჩათვალეთ, რომ თქვენი მყარი დისკი არის წიგნი, ხოლო Windows-ი ან ოპერაციული სისტემა არის სარჩევი. როდესაც თქვენ რაიმე ფაილს შლიეთ კომპიუტერიდან ან ნაგვის ყუთიდან, მყარი დისკი Windows-ს აძლევს უფლებას, რომ თქვენი ზოგიერთი ფურცელი ამ წიგნიდან მონიშნოს წაშლილად, გათავისუფლებულად, ანუ რეალურად არ არის წაშლილი. უბრალოდ Windows აგაქმევინებს, რომ იქ არაფერი აღარ არის სიცარიელია და აძლევს ნებართვას, რომ იქ ახალი ფურცლები გაანთავსოს, ანუ ახალი ინფორმაცია გადაწეროს აი ამ ფურცლებზე. ამიტომ თუ ისეთ სიტუაციაში მოხვდებით, რომ დაგიფორმატოთ დისკი ან წაგეშალათ ინფორმაციები, ფაილები, აუცილებლად სასწრაფოდ შეწყვიტეთ გამოყენება კომპიუტერის, რომ მასზე შემთხვევით არ გადაიწეროს ახალი ინფორმაცია. ანუ იმ გვერდებზე, რომლებზეც არის ის ინფორმაცია, რომელიც უბრალოდ მონიშნულია ჯერ წაშლილად და რეალურად არ არის წაშლილი, მართლა ახალი ინფორმაცია არ გადაიწეროს, თორემ მართლა დაიკარგება. ამიტომ სასწრაფოდ წვეთ მოხმარებას და მიგოქს სპეციალისტთან, რომელიც იყენებს ეს ტექნოლოგიებს, რომლებიც აი ამ Winchester-ის მიერ დამალულ ფურცლებს ხედავს და აღადგენს. ოღონდ ძალიან დიდი გაფრთხილება, ეს არ ეხება SSD-ებს, მხოლოდ ამხოლოდ hard disk-ებზე საუბარი, SSD-ების შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია აღდგენა. მეცხრე, კომპიუტერს დასასვენებლად სჭირდება გამორთვა. ეს ინფორმაცია სათავეს დაახლოებით 2000 წლებიდან იღებს და შინაარსი არის იმაში, რომ კომპიუტერი უნდა გამორთვოთ, დაისვენოს და დასვენების შემდეგ რომ ჩავთვალოთ უკეთესად იმუშავებს დასვენებულზე. ნუ რეალობა არის სრულიად საპირისპირო, რადგან განსაკუთრებით ძლიერი კომპიუტერებისთვის კვების ბლოკის ყოველდღე გამორთვა და ხელახლა ჩართვა ამცირებს კვების ბლოკის სიცოცხლესუნარიანობას, ასევე სხვა კომპონენტებისაც და ამავდროულად ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებაც ძალიან ცუდია, იმიტომ რომ კომპიუტერს რო რთავთ, ყველა ნაწილი იყინება, ანუ არ მუშაობს და საერთოდ სიცხეს არ გამოყოფს, ხოლო რო რთავთ, მერე ისევ ცხელდება. აქედან გამომდინარე, ტემპერატურებით და კვების ბლოკის დენით
მომარაგება შეწყვეტა ხშირად ძალიან ცუდად აისახება ზოგადად კომპიუტერის სიცხისუნარიანობაზე. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კომპიუტერი საერთოდ არ უნდა გამორთოთ. გვაქვს sleep რეჟიმი კომპიუტერში, რომელზეც ყოველდღიურად უნდა გადავიდეს კომპიუტერი, ამ დროს მოიხმარს მინიმალურ ელექტროენერგიას და ამით ავირიდებთ უაზროდ დიდ ელექტროენერგიის გადასახადს და ამავდროულად sleep-დან გამოსვლა კომპიუტერს ბევრად უფრო მარტივად შეუძლია და სწრაფადაც ირთვება, რადგან ხელახლა არ უწევს Windows-ის ჩატვირთვა და ოპერატიულების ხელახლა დატრენინგება. და რაც შეეხება Windows cache ფაილებს, რომლებიც თუ დიდი ხანი არ გამოირთო კომპიუტერი ემატება და ჭედვას იწყებს შემდეგ, ამის პრევენციისთვის ძალიან მარტივად შეგვიძლია რომ კვირაში ორჯერ მაინც გადავარესტარტოთ კომპიუტერი, არ გამორთოთ. აი ეს არის და ეს ასე შეგვიძლია გავუფრთხილოთ ჩვენს კომპიუტერს და ეს ჩვენი ინფორმაცია, რომ კომპიუტერს დასასვენებლად გამორთვა სჭირდება, არის აბსოლუტურად მითი. და დღეისთვის ბოლო მეათე ფაქტი. Overclocking-ი გაკარგვინებთ გარანტიას. მოიხსენებათ კომპიუტერში გვაქვს სამი ნაწილი, რომლის დარაზგონებაც overclocking-ი შეიძლება. ესენი არის პროცესორი, ოპერატიული და ვიდეო აპარატი და ტექნიკურად თუ დააoverclock-ებთ ნაწილს, გარანტიას ეგ გაკარგვინებთ. მაგრამ თქვენ თუ სწორად სიფრთხილით და დიდი ცოდნით გააკეთებთ ამასთან, არ დააზიანებთ ნაწილებს, მაღაზიებსაც და არავის არ გააჩნია არანაირი ტექნოლოგია ან ხელსაწყო, რომლითაც დაგიმტკიცებთ და დაგიდასტურებთ, რომ ნამდვილად დარაზგონებული ქონათ ნაწილები. ამიტომ გარანტიას არაფერი არ მოუვარა. აქ საუბარია იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ნებით გაუმხელთ, რომ დაარაზგონეთ და არაფრის შემდეგ დაკარგოთ გარანტია, თორე თუ სწორად და სწორი მიდგომებით გააკეთეთ ამ ყველაფერს, არაფერი საშიშროება არ არის. და თუ აპირებთ მართლა დაწყებას, კარგად აცვალდაწონეთ, რისთვის გჭირდებათ ჩამოყალიბდით, ცოდნა მიიღეთ, ელემენტარული საბაზისოები ისწავლეთ overclocking-დან დაკავშირებით და მხოლოდ ამის შემდეგ ცადეთ და ამავდროულად იქონიეთ სწორი გაგრილებაც, იმიტომ რომ სწორი გაგრილება პირდაპირ კავშირშია, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ძალიან ცხელდება დააზგონებული ნაწილები. საბოლოოდ overclocking-ი ნამდვილად გვაკარგინებს გარანტიას, ეს არის რეალობა, უბრალოდ ეს არის რეალობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაგიმტკიცეს, რომ დარაზგონებული გქონდათ ნამდვილად ნაწილი. და ეს არ ეხება ოპერატიულ მეხსიერებებს, რადგან მათ EXPO და XML პროფილები ქართულად ისედაც აქვთ. სულ ეს იყო დღევანდელი ვიდეოსთვის, იმედია მოგეწონათ ვიდეო, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქებაც და კომენტარებში დაწერეთ, რომელი ფაქტი იყო ყველაზე ახალი და უცნაური თქვენთვის.